სოხუმი. ზუსტად ასე ქვია იმ ფილმს, რომელიც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს გამოვა უკვე დიდ ეკრანებზე. ყველა თქვენგანი ძალიან დიდი ინტერესით ელოდება ამ ფილმს და სწორედ ამიტომ დიდი სიამოვნებით წარმოგიდგენთ გიორგი ბარაბაძეს, ამ ფილმის რეჟისორს და ლიკა გუნცაძეს, ანდრო ჭიჭინაძის დედას. მოგესალმებით და დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ბატონო გიორგი, თქვენით უნდა დავიწყო. და პირველ რიგში უნდა ვთქვათ ალბათ, რომ დიდი გამოწვევა იყო და დიდი რისკი, როდესაც ასეთ თემას ეჭიდები რეჟისორი, ხო? ჯერ ერთი იმიტომ, რომ ალბათ ყველას ჩვენი სოხუმი გვაქვს, ყველა ქართველს თავის სოხუმი აქვს და მით უმეტეს აი ამ ვითარებაში, როცა მართლა თითქოს აი ამოყირავებულ, უკუღმა ამოტრიალებულ ისტორიას გვადებენ თავზე და თავს გახვევენ და ტერი თურმე ის არის, ვისაც ბოდიში უნდა მოუხადოთ და მუხლი მოუდრიკოთ და ჩვენი პარტნიორები არიან ჩვენი მტრები. აი ამ ვითარებაში რა არის თქვენი მთავარი სათქმელი, სოხუმის მთავარი სათქმელი რა არის? იცით რა შეასაქმე? დღეს არის 26 სექტემბერი. ეხლა დღეა, მაგრამ საღამოს რაღაც 8 საათზე 32 წლის წინ სოხუმში აი ჩამობნელდა იმ ბუნებრივად სინათლე ყველას გათიშული ქონდა, იყო მანამდე ალაგ-ალაგ და ვიღაცა გაიქს მოასწრო სოხუმის დატო, ვიღაცა ვერ მოასწრო. აი 27-ში გამთენიისას დაიძრა ის დიდი მასა 100,000-ზე მეტი ადამიანი ჯუბერისკენ. აი ეს გზა მოდის დღემდე. ჩვენ მივდივართ, თუ ვიბრძვით რაღაცისთვის, ვიბრძვით თავისუფლებისთვის, ვიბრძვით საკუთარი თავისთვის, საკუთარ ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. ეს ხაზია ამ ფილმშიც და იმ მინისერიალშიც, რომელიც ფილმის ეკრანზე დამთავრების შემდეგ უკვე კავიაზე გავა. ეს არის მთავარი თემა. იმიტომ რომ ეს გზა არ დამთავრებულა და 32 წელიწადი სულ მივდივართ და მე მუდიმან კი არა დარწმუნებული ვარ, რომ ეს ჩვენი გზა გამარჯვებით დამთავრდება. კი, და დაინტერესება უკვე სოციალური ქსელიდანაც იგრძნობა, რომ ძალიან დიდია. სოხუმის დაცემის ბოლოდ ბევრი ჯერ არაფერი ვიცით, იმიტომ რომ ფილმი ჯერ არ გვინახავს, მაგრამ ნახავთ მალე და მე ძალიან მიხარია, რომ ნახავ ამ ფილმს აუცილებლად. სოხუმის დაცემის ბოლო დღეები საომარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები და 90-იანი წლების პოლიტიკური დაპირისპირებები. ალბათ აი აქაც ელოდებით, ხო, ბატონო გია, რომ არ იქნება ერთგვაროვანი შეფასება, ალბათ იმ ყველაფერზე, რასაც აჩვენებთ ფილმში, იმ რეალობაზე, რაც ნამდვილად იყო იმ წლებში და მაშინ როგორი პოლარიზებული, როგორი დაპირისპირებული იყო, ხო, მთლიანად საზოგადოება. ამ მხრივ რას ელოდებით თქვენ და რა გინდათ რომ უთხრათ? ეხლა ჯერ ძალიან ცოტა ადამიანმა ნახა, ამიტომ ჩემთვის ძალიან რთულია რა იქნება და როგორი იქნება. მაგრამ მე თამეს გეტყვით, რომ მიუხედავად ამდენი წლის შემდეგ დარჩა ისეთი ასე თქვათ ამბები არა მარტო სოხუმთან დაკავშირებით, ბევრ აი ბოლო წლებთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებაში კამაც იწვევს, ან არ იცის საზოგადოება. ბევრი რამე. მისაკ მგონია, რომ ეს 32 წელი იმდენიც გასაკვირველი და ტრაგიკული და საინტერესო კინოსზე ვლაპარაკობ. საკვირველია, რომ ბევრი თემა არის ისეთი თემაა, რომელიც ბევრმა არის. ახალგაზრდებზე არ ვლაპარაკობ. ამ ფილმშიაც არის. მე ველოდები რომ ვიღაცა იტყვის, რომ არა, ესე არ იყო. არა ბატონო, ესე იყო. ამ ფილმში არაფერი როცა პოლიტიკურ საკითხებს ეხება, კარი ბევრი სხვა. ამიტომ სანამ მამას იტყვით, რაღაცა უნდა დაფიქრდეთ, ან გაიხსნა, ან იკითხოთ როცა. იმიტომ რომ რასაც კამაც გამოიწვევს, ზუსტად აქედან ვეუბნები ეთერში, რომ დიახ ბატონო, ესე იყო. საწყენია, ყიმნეულია, მაგრამ ესე იყო. ანუ მთავარი რაც არის რეალობა. რეალობა. უნდა შევხედოთ რეალობას და სოხუმში
სოხუმში ანდრო ჭიჭინაძეა. აი ასე შეგვიძლია ვთქვათ, ლიკა, ხო? სოხუმშია ანდრო და შეხვდება მასე. იცი რა, ძალიან ხშირად მახსენდება ხოლმე ადვოკატის სიტყვა ბოლო სასამართლო პროცესზე, როცა მან გამარჯვებული ბიჭების საქმე უწოდა ჩვენი სინდისის პატიმრების საქმეს და თქვა იქ, რომ ანდრო ციხეშიაო, მაგრამ მწვერვალებს იპყრობს ციხიდანაცო. და აი ციხეში რომ არის იმ ანდროს შევხვდებით და პატარა ტრეილერის სახით რაც გავრცელდა პატარ-პატარა ვიდეოები, იქ ვნახე ერთი პატარა ეპიზოდი და გურამ გაბესკირიას ესაუბრება ანდროს პერსონაჟი და ისე უბნება რომ თუ უტყვეთ ამიყვანენ მესროლე და ანდრო უბნება არა მე ამაშველს ვერ შევძლებ. როგორია თვითონ ანდროს რეაქცია, როგორია თქვენი რეაქცია, როცა აი ნახავთ ანდროს ნახავს მაყურებელი კიდევ ერთხელ ეკრანზე და ნახავს სოხუმში რაც მთავარია. წესით ეხა ჩემს მაგიროთ აქ ანდრო უნდა ისდეს. თვითონ უნდა ყვებოდეს ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ რაც ვიცამთ ესე მოხდა. ანდრო ციხეშია, იმედი ეხა გვიყურებს. მე ვნახე ფილმი და მე ხა ფილმზე მინდა რომ თქვა, ცოტა ვერ ყვევი კინოში, მოყვარული, მაგრამ ვერ ყვევი და არა, იმიტომ ხა მე და გია მეგობრები ვართ, მაგრამ მე არ მწვევია რომ თქვა თუ არ მომეწონა ან თუ რაღაც ისე უბრალოდ ტყუილა თქვა. მე ფილმი ძალიან მომეწონა, ეს არის ძალიან კარგი კინო, თავის კინოენით. თავის სიუჟეტით, თავის არაერთ ხაზოვნებით. ნუ ძალიან საინტერესო ფილმია და აი მე მახსოვს რომ პატარა ჩვენება რო იყო, ხალხი გამოდიოდა დამუნჯებული იქიდან, ძალიან მოქმედებს. ანდროს აქვს ნანახი ლიკა? რაღაცა კადრები ნახა სასამართლოზე, ჩუმჩუმა გაჩვენეს რაღაცა კადრები და რაც ანდროს შეეხება არასდროს არ ვაქებ ხოლმე ხა ესე ანდროს არ აქვს თავარი როლი ამ ფილმში, მაგრამ არის პერსონაჟი. და ძალიან მომეწონა. არასდროს არ მithkoms, აი მართლა არ მithkoms, არასდროს რომ აი რა კარგია სხვა ფილმებზე, ამ სპექტაკლებზე. აქ ძალიან მომეწონა, ეს არის განსხვავებული როლი ანდროსთვის და ძალიან მინიმალისტური თამაშით გადმოსცემს ამ თავის პერსონაჟს, რაც მე ძალიან მომეწონა. ხო, თუ ლაპარაკია საერთოდ ამ ფილმზე, ამ პერსონაჟზე, იმიტომ რომ რთულია, როდესაც შენივე ქვეყნის უახლესი ისტორიიდან ჯერ ერთი ფილმს იღებენ და მერე უკვე შენ ამ ფილმში ხარ თუნდაც არა მთავარ როლში, მაგრამ ხარ პერსონაჟი, ხო? ჩვენი მეუღლე ანდროს მამა იყო ომის ვეტერანი აფხაზეთის. და ზუსტად იმ გზით წამოვიდა, სოხუმი რომ დაეცა მერე გამოვიდნენ და გაიარა ეს გზა, რაც აი გიამ ძანა რომ ამ გზას გავდივართ სულ. აი ჩემმა მეუღლემ გაიარა ეს გზა მართლა აი რეალურად. და ძალიან ბევრს უყვებოდა ანდროს ამ ისტორიებს. აფხაზეთის ომზე, საერთოდ ანდროს აინტერესებდა 9 აპრილი, აფხაზეთის ომი, დაბადებულიც არ იყო. და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გია ძალიან ბევრს მუშაობდა ანდროსთან და რაღაცა ეტყობა შეიგრძნო და მე რაღაც ანალიზს თვითონ აკეთებდა ხოლმე, ჩვენ ყამათობდით კიდეც ამ თემაზე, ამ თემებზე. ანალიზს თვითონ კარგად აკეთებდა სხვათა შორის და რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ანდრო ძალიან კმაყოფილი იქნებოდა ამ ფილმის ნახვით და ძალიან მადლიერი იქნებოდა, რომ გია და ჯგუფი ენდო და აი ამ ჯგუფში მოხვდა და ძალიან კარგი როლი მიიღო. ხო, აი ისე რა საინტერესოა, მართლა როგორი განცდა, როცა ციხეში ხარ, ციხის საკანში და იქიდან ელოდები შენს პრემიერას, ძალიან მძიმეა და ბატონგია, თქვენ თქვით მართლა ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები, ხო? და ლიკამაც გაიმეორა ახლა, რომ ჭუბერის გზას გავდივართ ჩვენ 32 წელია და ჯერ ამ გზის ფინალი
ვერ მივახციეთ ფინალამდე მოკლედ რა. მთავარი დასკვნები ეს იარა აფხაზეთის ომის, ისევე როგორც 2008 წლის ომის, ჯერ კიდევ ღია ჭრილობებია. ეს ჯერ ჩვენ არ მოგვიშუშებია, ეს არ არის დასრულებული მთელი ეს ომი. რა არის მთავარი დასკვნები, რაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოვიდანოთ იმ ყველაფრიდან, რაც თავს დაგვატყდა. უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა. მეტი არა. უნდა გვიყვარდეს ჩვენ და უნდა ვიყოთ გულწრფელები საკუთარ თავთან. და უნდა გვიგონოს, რომ ეს ცხოვრება არის მუდმივი. და განსაკუთრებით საშუალო ასაკის ან უნდა გვახსოვდეს, რომ ყავს შვილები და შთამომავალი. უნდა გვიყვარდეს ეს ქვეყანა, მაშინ რა აზრია? შეიძლება გქონდეს რაღაცა სახლი, არ ვიცი, რაც მინდა ეს გქონდეს, მაგრამ რა თავდება მე ყველაფერი და მე გება ესეთი წუთი წამი და რა რაღაცა სიამაყე, რაღაცა განცდა ხო უნდა გქონდეს საკუთარი თავის დავანებოთ ყველაფერს თავი. დიახ. შეიძლება ესეთი იყოს, შეიძლება ესეთი, მაგრამ რაღაც ხო უნდა გიყვაროს, რატო ხარ? ხო, რაღაც სიამაყე, ნობა, რა ვიცი. მე მიჭირს ახლა სხვების რაღაცა ისწავლება, მაგრამ არსებობს რაღაც ერთ მუდმივი, ხო? სიყვარული, ქვეყნის სიყვარული. დიახ. მოჩი. ის რაც რჩება ისტორიას ნამდვილად და არ უნდა თქვით რომ აი უეჭრობა არასდროს არ უნდა გავუწეს. იმიტომ ეს უნდა დარჩეს, ეს უნდა იმიტომ კი არა მე იმიტომ კი არ ვიძახი რომ რაღაც თქვა რევანშისტული რაღაც თვითო ომისკენ და მაგრამ ეს პატივი შეიძლება მე დადგოს. აფხაზეთის მოქალაქეებზე ვინც ახლა ცხოვრობს რა, მაგრამ არსებობს რაღაცები, რომელსაც დრო ჭირდება გადავინდეს. იმიტომ რომ ქართველებს იქ არაფერი ცუდი არ მოგეთებია. შეიძლება სამოქალაქო მიზნით, შეიძლება კი ეგრეც იყოს სამოქალაქო მიზნით სამეგრელოში და იმაში ვის საშინელებები ხდებოდა, მაგრამ აფხაზეთში ეს დრამები არ ხდებოდა. ეს შეგიძლიათ ნებისმიერს კითხოთ თუნდაც იქ დამხმარდა. მაგრამ იქ მოხდა ის რაღაცები, რომელიც დღემდე არის ძალიან ბევრი ადამიანი, ჩემი თაობის, უმცროსი თაობის, რომელსაც აქ ეს ჩარჩენილი ფსიქოლოგიური. დიახ. ჩვენს უნდა ჯერ არა ვარ ჩვენ მზად მაგისთვის. კი, უდიდესი ტრავმაა ნამდვილად. არც ხელისუფლებები ჯერ ვერ მივიდნენ აქამდე როგორ უნდა გადავლახოთ ჩვენ როგორ გადავლახოთ რომ არ დაგვრჩეს ეს რაღაცა საშინელება ხო რაც მოხდა გაგრაში და არანაკლებ და უარესი მოხდა სოხუმში დრო რაცილმა 10,000-მდე შეიძლება ცოტა მეტი ნაკლები მე ზუსტად არ ვიცი არც არავინ არ იცის მიფიქრა რომ მოდი დავრჩები და ძალიან ძნელია ამას ახლა დატოვება შემდეგ და ხო ძიმია მეც რო ყოფილიყავ ალბათ მეც არ გამოვიდოდი ხო ანუ ჩემ თავიდან გამომდინარე ვიზახი მაგრამ ის ხალხი რომელიც მათი მეზობელია მათი ნათესავი ხო ის რაღაცები მოხდა რომ აუწე არაფერში არ ვარეტა ძიმია კი, ნამდვილად ასეა. ლიკა, ვახსენეთ, რომ სიმბოლურია, რომ ამ დროს, ამ ვითარებაში, კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის ისტორიის ამ კონკრეტულ მონაკვეთში ხდება ამ ფილმის პრეზენტაცია, არა იმიტომ, რომ სოხუმზე არის ლაპარაკი, აფხაზეთის ომზე არის ლაპარაკი, ეს მართლა არის ისეთი ჭრილობები, საიდანაც უნდა გავაკეთოთ დასკვნები და ამ ქვეყნის ბრძოლა, აი ამ კონკრეტულ ეპიზოდში, რასაც ახლა გადის ჩვენი ქვეყანა, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთელი ამ ისტორიული კონტექსტიდანაც გამომდინარეობდეს, ხო ასეა. ძალიან სიმბოლურია, აი ნახავთ ფილმს და მიხვდებით, რომ იქ მარტო ეს ერთი ხაზი არ არის და ამ ბევრი რაღაცა, რაც დღესაც ხდება. ეხლა მე ვფიქრობ, რომ და ვხედავ, რომ ძალიან ცდილობენ ისტორიის დამახინჯებას და გადაწერას და გადმოწერას, აგერ ძეგლი დადგეს უხმლო
ერეკლე ოხმლის გარეშე. ცოცხლიდან ხმალი არ გაუგდია. ამას ძალიან შეეცდებიან, რა თქმა უნდა, ყველგან და ყველაფერში იგივე ხელოვნებაში, იგივე. ვეთანხმები კი ასე, ეს ძალიან მძიმე ჭრილობებია და ეს ძალიან დრო უნდა და მოსაშუშებელია. მე არასდროს არ ყოფილი ვარ, თქვათ, არა ვისტი, ისტი, არასდროს არ ყოფილი ვარ, არც ზვიადისტი, არც მიშისტი, არც არავისტი. უბრალოდ ერთი რამის თქმა მინდა, შეიძლება კი არ დამეთანხმოს, ან დამეთანხმოს, არც კი ეს აზრი. კანონიერ პრეზიდენტს 8 თვეში, როდესაც აგდებ ძალით, აი ამას ვიმკით ჩვენ დღეს. აი ეგეთ ცოდვებს ვიმკით ჩვენ დღეს. ძალადობრივი ხო, აი ძალადობრივი რაც უნდა იყოს, ხო? კი ბატონო რევოლუცია სულ არ მეშინია ამ სიტყვის რევოლუცია გადაბარება მშვიდობიანი რაღაც, მაგრამ აი ესე იარაღით შენ აგდებდე შენ პრეზიდენტს, პირველ პრეზიდენტს საქართველოს. მე ვფიქრობ, რომ აი ეს იარაღს ერთმანეთს ესროდნენ შემდეგ, ერთმანეთს ესროდნენ და იყო რაღაცა საშინელება, ხო ვიცით ყველამ და ხრეთდნენ ხალხს ქუჩაში პირდაპირ მარინა ტერიშვილის შვილი ამას ემსხვერპლა. 17 წლის ბიჭი მე დროში. ხო და ეს თუ ჩვენ არ გავაცნობიერეთ ყველაფერი და რაღაცა შეცდომები თუ არ ვაღიარეთ, როგორც იმ ხელისუფლებამ, მე შემდეგ ხელისუფლებამ, ეს ჩვენ ბიბლით წრეზე. და ფილმი, აი მაგიტო ვამბობ, ეს არ არის სწორხაზოვანი რაღაც ფილმი. იქ მიხვდებით, რომ ეს ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და დღესაც ამას გავდივართ. ამდენად მე მომწონს ეს კინო და ძალიან ურჩევ ყველას რომ ნახოს. კი, მე დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი ნახავს აუცილებლად, იმიტომ რომ ხო ეს არის ის თემა, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მინდა რომ არ ვიცი იქნებ სატელევიზიო ეთერშიც გავიდეს მერე რომ ანდრომაც ნახოს იქ მოვიკითხოთ ანდრო მივულოცოთ პრემიერა იქ სადაც არის და პრინციპში თქვენი ოჯახის უკვე 2 წევრია ელენესაც მოვიკითხავ და სინდისის ყველა პატიმარს და მართლა ძალიან სიმბოლურია როდესაც აი სოხუმის დაცემის 32 წლის თავზე ისე ვართ ამ მდგომარეობაში სამწუხაროდ სადაც არსებობენ ადამიანები რომლებიც ну რავი ჩვენ დასაუბედუროთ ხელისუფლებას ეძახიან საკუთარ თავს ვინც ახლა არ ვიცი ის რაც გვახსოვს იმაზე გვეუბნებიან რომ ეს ასე არ იყო და რუსეთი კი არ არის მტერი ვიღაც სხვა არის მტერი და სადღაც სხვაგან უნდა ვეძებოთ იმის მიზეზები იმ დიდი უბედურების მიზეზები რაც თავს დაგვატეხა ამ ვფიქრობ რომ უარეს დღეში ვართ კიდევ უარეს დღეში ვართ იმიტომ რომ ფაქტიურად ქვეყანა იყიდება და ქვეყანა გვდება აი სულ ზღაფავს და მე ვფიქრობ რომ უარეს დღეში ვართ კი ის საშინელება იყო რაც გამოვიარეთ ყველაფერი მაგრამ ეს შარწერია მართლაც ერთ ოჯახში ორი პატიმარი გვყავს უკვე და 30-იან წლებს მაგონებს ეს ყველაფერი ზუსტად ანდროს მინდა მიულოცო და ელენეც ნახავს ალბათ როცა კარგით დაგვიდგება და დიდი მადლობა და მე ხელახლა იქნება ბატონგია ახალი პრეზენტაცია ეხა ვინც ციხეშია და ვერ ცალკე პრემიერა ხო დამასართ მაგის თქმა მინდოდა რომ დღევანდელი დღე უბრალოდ ესეთი დღეა რომ ამ ფილმსაც აქვს თავისი რაღაც აი უნდა ყოფილიყო დღეს მაგრამ ვერ იქნება პრემიერა ამ დროს გარეშე იმიტომ კი არა რომ ჩემ მეგობარია და პროექტზე ერთად ვიმუშავეთ არა აი არ გამოდის ემოციურად არ გამოდის არა მე არა მე უფრო ველოდები აი რაღაცა შეფასებად რა ის საპრემიერო განწყობა მე პირადად არ გამაჩნია იმიტომ რომ ანდრო არ არის არ გამოდის რაღაც ოჭლი ამბავია ეს არ არის როლოფილი ხო მე ვიცი რომ მე დარწმუნებული ანდრო ჩქარა გამოვა აი მაშინ იქნება ნამდვილი პრემიერა ჭიკის აწევი და ყველაფერი რაღაც შეფერება პრემიერა ეხლა არის რაღაცა ისეთი არ გამოდის ანდრო გარეშე პულია თავს და სხვა მოაპყრობთ ნამდვილად ასეა
მადლობა ძალიან დიდი, წარმატებას გისურვებთ და შევხვდებით უკვე ყველა ერთად დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე აუცილებლად დადგება საქართველოში ის, რომ აი იმ ჭუბერის გზას რომ გავივლით და გავალთ სამშვიდობო.